2024 წლის 3 აპრილი. ორბელიანების სასახლის დიასახლისი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს და ევროპის დროშების ფონზე იტყვის. გამარჯვების და ევროპის დროშას ხელში თავად დაიჭერს. ყველანი გავიდეთ ამ არჩევნებზე ერთი ევროპული დროშის ქვეშ. ამ დროშას მე დავიჭერ ბოლომდე 2024 წლის 21 დეკემბერი. სალომე ზურაბიშვილს ხელში მხოლოდ დროშის ტარი შერჩა. არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა. ამ მძიმე შედეგთან მარტო დგომა არ უნდა. ამიტომაც მას ოპოზიციასთან ინაწილებს. ის ჯერ კიდევ პრეზიდენტის სტატუსშია. ისევ ორბელიანების სასახლეში დგას და შეტევის ახალ გეგმაზე საუბრობს. შესახეთ დღეს შეტევის სტრატეგია 2025 წლის 31 მარტი. შეტევის გეგმაც ჩავარდა. მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ აქციაზე დგას. აღარც დროშები, არც ოპოზიცია, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პლაკატების ფონზე გამოდის. დამალვას როგორც ჩანს აზრი აღარ აქვს. ქუჩაც წააგეს. სალომეს პლუს მიშა უკვე უდრის წაგებულ ოპოზიციას. სააკაშვილის ტაქტიკამ არ გაამართლა. არჩევნებამდე გამარჯვების დროშა ზურაბიშვილს დააჭერინა. არჩევნების შემდეგ აქტივისტებს, მაგრამ შედეგი არავითარი. კომბინაცია კი მარტივი იყო. უავტორიტეტო და ურეიტინგო ოპოზიციას ჯერ სალომე ზურაბიშვილი გადააფარეს. შემდეგ ყველას ერთად ენერგიული და აგრესიულად განწყობილი აქტივისტები, მაგრამ ხალხი ქუჩაში მაინც ვერ გაიყვანეს. ვერც საპროტესტო ტალღა ასწიეს და ვერც არჩევნების გაყალბებაში დაარწმუნეს ვინმე. დამკვირვებლების მთელი ჯარი ჰყავდათ, მაგრამ მტკიცებულებები არც ერთი. ეუთოოდირმა 26 ოქტომბრის არჩევნებს შემდგარი უწოდა. ისფედის პარალელური დათვლა ცესკოს შედეგებს დაემთხვა. ხალხი საპროტესტოდ ქუჩაში არ გავიდა. იცის, რომ ხელისუფლებაში ის დარჩა, ვინც აირჩია. და კიდევ რა ნიშანი სჭირდებათ დასარწმუნებლად. არჩევნები ამერიკულმა კომპანიამ ელექტრონულად ჩაატარა. სისტემამ დაითვალა. ევროკავშირის დამკვირვებლებმა დაადასტურეს. თავად კი ზღაპრებს ყვებოდნენ. მაგალითად ასეც. მარკირებს არ გაკეთება. კედლისკენ მიტრიალებული ვერიფიკაციის აპარატები და დამკვირვებლების უკან არ დაშვება. გამყალბებელ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე ჰყავდათ მოკავშირე რეგისტრატორები, რომლებსაც პირველი სწრაფად უნდა შეეყვანათ ვერიფიკაციის აპარატში ფურცელზე დაწერილი პირადი ნომერი. ისინი იყენებდნენ მოქალაქეებისთვის წართმეულ პირადობის მოწმობებს და იყენებდნენ 7-ჯერ, 10-ჯერ, 17-ჯერ. ამ ზღაპრების დადგმა თავის თავზე გირჩი მეტი თავისუფლება მაიღო. სცენარიც გაამზადეს. პროპაგანდაც მოამზადეს და ოფისში ტომრებით ქაღალდებიც მიიტანეს. ზურაბ ჯაფარიძე დგას და ამბობს. ეს არის მტკიცებულებებიო. ეს ყველაფერი დაფიქსირებული, როცა საუბრობენ რომ რაღაცა მტკიცებულებები არ არსებობს, ეს არის რეალობა, გვინდოდა რომ თქვენთვის ეს თვალსაჩინო ყოფილიყო. მაგრამ გავა წარუმატებლობის კიდევ რამდენიმე კვირა და ნაციონალი ანა წითლიძე იტყვის. ეგ სინამდვილეში ჩვენს მიერ დაწერილი ოქმები იყო და არა მტკიცებულებებიო. ვინმე გააკეთა არჩევნებზე რა მოვიდა, რა მოხდა საერთოდ მაგის ანალიზი? რომელიმე რაღაც დებილურ 2 საათიან პრეზენტაციებს რო განახებდნენ ხოლმე და ის ცესკოს ოქმები რო ქონდათ ახლებს მიტანილი რო იგონდათ ის ნახევარი ჩვენი დაწერილი ოქმები რო იყო და რო იგონდათ რო იყო გაყალბების მასალები. მოკლედ გასაგებია რატომ ვერ დაძრეს ქუჩა. ზურაბიშვილს არჩევნების წინ ხელში დროშა დააჭერინეს ნაციონალების საარჩევნო ყულაბაში ხმების შესაგროვებლად. არჩევნების შემდეგ კი ეს დროშა აქტივისტებს გადასცეს ქუჩაში პროტესტის ასაზვირთებლად. თავად ისევ დაიმალნენ. ვითომ აქ არ არიან. ამბობდნენ ეს ხალხის პროტესტია. ხალხი თავად გამოდის. არადა ნაციონალების ღია პროპაგანდისტი. მიშას გარდა სხვას რომ არაფერს მისთვის ფასი და ღირებულებები არა აქვს. ამ აქციების დილივერია. რამე მიშას რამე მოუვიდეს. რაში მადარდებს? რა ბედი ეწევა ღარიბაშვილს და ირაკლი გობახიძეს? რა ბედი ეწევა ანამ ქვეყანას? ნანუკას ლობიანები და ხაჭაპურები, ყავა და ჩაი გამოძახებით არის. ხან აიტიშნიკები ითხოვენ, ხან სტუდენტები. წვიმაში სველ სამოს ცulis მშრალზე, პატიმრებს სურვილებს უსრულებს, ყველაფერი უფასოდ არის. მთავარია აქციებში ჩაებათ. ნიკა გილაური სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი პრემიერი საგანგებო ფონდს ქმნის. პროტესტის ნიშნად ვინც გზას გადაკეტავს, ჯარიმებს ის გადაუხდის. პროტესტის ნიშნად ვინც სამსახურს დატოვებს, დანაკარგს ფონდია უნაზღაურებს. ხელფასს აქციებში მონაწილეობისთვის მიიღებს. მაგრამ რევოლუციური ტორნადო მაინც ვერ ამოქოქეს. რაც დრო გადის, ხალხი კი არ ემატებათ, აქტივისტებიც კი ეთიშებათ. ასე გამოიყურება უკვე აქციები. 100 დღის შემდეგაც, 130 დღის შემდეგაც, 150 დღის შემდეგაც. ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი ვაშაძე აღიარებს, რომ სინამდვილეში ქუჩაში სწორედ ისინი, პოლიტიკოსები და მათი აქტივისტები იდგნენ. ეს ადამიანები ბევრი ჩვენი თანაპარტიელია, ბევრი სხვისი თანაპარტიელია,
შემოსილია, ბევრი არჩევნებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას, ანუ თვითონ იყო საარჩევნო სიის ნაწილი. ბევრი უბრალოდ მივიდა და ხმამისცა რომელიმე პარტიას, ხო? შესაბამისად, ასე თუ ისე პოლიტიკოსთან შემხებლობაში არის ყველა ჯგუფი, რომელიც არის წარმოდგენილი აქ. დამალობანას თამაში კარგად ეხერხებათ. ანა წითლიძე ყვება როგორ მალავდნენ მას ნაციონალები არჩევნების დროს. ხალხს აშინებს და არ გამოაჩინოთო. მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მე ვიყავი პრობლემა და ჩემს ჩახსნას ცდილობდნენ იმიდან, რა ქვია, ეთერებიდან და იმიდან, რომ ხალხს აშინებს. ისე ჩანს დროშა ხელში ჯერ არავის უჭირავს. თუმცა მისი შენარჩუნება და ლიდერის პოზიციაზე ყოფნა ყველას სურს. ასეა ხალხს წითლიძე კი არა მხოლოდ ყველა ნაციონალი აშინებს. ამიტომაც ემალებიან. ხატია დეკანოიძემ სხვათა შორის ჯერ თქვა ახალგაზრდების უკმაყოფილო ვარო. შემდეგ კი დასწინა. ახალგაზრდებთან ვერ ვიმუშავეთო. მე საერთოდ ცოტა გული მწყდება ახალგაზრდების პასიურობაზე. უბრალოდ მე ვამბობ, რომ ყველა ხო, ახალგაზრდებთან ვერ ვიმუშავეთ. ვერ ვიმუშავეთ საკმარისად. მე შემიძლია პირდაპირ გითხრათ. ალბათ უფრო ზუსტი იქნებოდა ეთქვა. ახალგაზრდები ვერ მოვატყუეთო. დიახ, არ მოტყუდნენ. ამიტომაც ჩაიფუშა კოლექტიური ნაციონალების პროტესტი. ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო. ამიტომაც ახლა ტაქტიკა შეცვალეს. პარტნიორებს ოპოზიციაში შეუთვალეს. ჩვენ რესურსები ვხარჯოთ და თქვენი ხეიროთო, ასე არ გამოვაო. ნაციონალს თუ დაგიძახებენ, სიამაყით უნდა აივსოთ და მადლობა უნდა თქვათ. იმიტომ რომ ნაციონალობა პატრიოტიზმს ნიშნავს. უკან აღარ დავიხევთო. მეტი რიხისთვის და შთაბეჭდილებისთვის გზავნილი ლევან ხაბეიშვილს გააჟღერებინეს. მართლა არაფერი არ შეგეშალოთ, ბიჭო, ნაციონალს რო გეუნებენ, ეგ არის თქვენთვის დიდი ისა, რა ქვია, თაყვანისცემა, მართლა. რას ეგიშია მართლა და ავიცი ამე ნაციონალი არა ვარ და მე სტატუსებს წერენ. ყველაფრიდან ჩანს. ნაციონალები დამალვას, ლიდერობის ან დროშის ვინმესთვის გადაცემას აღარ აპირებენ. რადიკალურ პროცესში უკვე შევიდნენ. საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს. ოფისი ვალების დასაფარად გაყიდეს. ამიტომაც დასაკარგი არაფერი აქვთ. ჯერ ხაბეიშვილმა თქვა, ჩვენ მხოლოდ ძალას მივანიჭებთ უკვე უპირატესობასო. და როცა ჩვენ ვიყავით თავდასხმაში, ხო, პირობითად ის 5 დღე გახსოვთ ფაქტობრივად ბრძოლის ხაზი იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ხო? მაშინ ამას ვერ აკეთებდნენ. იმ 5 დღის მერე როცა ენერგია გამოიცვალა, როცა პრობლემა ჰქონდათ, იქ კი ვერ მოგვიგეს, ადგნენ, ოფისებში შევარდნენ, დაიწყეს დაკავებები და უნდა გვესმოდეს. ძალას დავამარცხებთ ძალით. შემდეგ კი ხატია დეკანოიძე გამოაცხადებს, ეს რეჟიმი უნდა დავამხოთო. ეხლა არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ კოორდინირებულები არა. მიზან მიმართულად ყველაფრის გამკეთებლები იმისთვის რომ რეჟიმი დავამხოთ და მე ამ სიტყვის არ მეშენია. ეს რეჟიმი უნდა დაემხოს. ეს რეჟიმი უნდა დაემხოს. ხო, ცეცხლი ოლიგარქი. ძალადობა და დამხობა, რა თქმა უნდა, არც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ითვალისწინებს და არც მშვიდობიან პროტესტს. 31 მარტის აქციის დაწყების წინ ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციას და ორბელიანების სასახლის ყოფილ დიასახლის სალომე ზურაბიშვილს ღია ეთერით შეუთვალა. პოზიცია დააფიქსირეთ. რას ფიქრობთ ნაციონალების შესაძლო აკრძალვაზეო? სწორი პოზიცია უნდა დაიკავონ. მაგათმაც ლელოსაც მოუწოდებ ამოიღონ ხმა ნაციონალური მოძრაობის გაუქმებას და გააკეთონ განცხადება და არა შეპარვით, შემალვით რაღაცა ბუჩქებში რომ დასყდებიან ხოლმე. მესამე სალომე ზურაბიშვილი გამოვიდეს და გააკეთოს ამასთან დაკავშირებით განცხადება. მაგრამ სალომემ თქვა ის რაც თქვა, მაგრამ რა თქვა ეს ვერავინ გაიგო. იმდენად გაუგებრად ილაპარაკა არაფერზე და არაფერი თქვა ყველაფერზე, რომ პარლამენტის წინ მისულმა აქტივისტებმა უკმაყოფილების ნიშნად ყვირილი დაიწყეს. არადა პროპაგანდისტული მანქანები დილიდან დიდ მოლოდინს ქმნიდნენ. დასატანად ქვეყნის შიგნით და გარეთ კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი ნიშნავს იმას. არადა პროპაგანდისტული მანქანები დილიდან დიდ მოლოდინს ქმნიდნენ. აი გამოვა და იტყვის, გეგმას დადებსო. დიდია მოლოდინი, რას იტყვის სალომე ზურაბიშვილი. სცენა დიდწილად დაეთმობა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელმაც უნდა გააცნოს სამოქმედო გეგმა საზოგადოებას. გარკვეული საგზაო რუკა თუ გზავნილები მისი მხრიდან იქნება დღევანდელ აქციაზე გაჟღერებული. მას გარკვეული გეგმა ან რაღაც გეგმის მსგავსი მაგრამ არც გეგმა ყოფილა და არც გეგმის მაგვარი. ზურაბიშვილს მხოლოდ აღტკინება ჰქონდა. რა უხარო და რთული სათქმელია. მოგვიანებით აქციის დასრულებისთანავე TV პირველთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას გააკრიტიკებს. ტრიბუნიდან საკონსულტაციოდ მიიწვევს. ეთერიდან კი პოლიტიკურ სილას გააწნის. ნაციონალების აკრძალვაზე კომენტარს მაინც არ გააკეთებს. ისევ გაუგებრად იტყვის. არსებობს ვარიანტები, ახლა მე არ
აქ არ ვიტყვი ყველა ვარიანტები რაც შეიძლება იყოს ამის დასაძლევად. სამაგიეროდ ძალიან კონკრეტული, დამცინავი და ირონიული იქნება ოპოზიციის კრიტიკის დროს. ფაქტობრივად მათ დაადანაშაულებს მარცხში. მე ვცდილობ ყველანაირად რომ ესენი მოვიყვანო ისეთ მდგომარეობაში, რომელიც უპასუხებს ამ დაკვეთას საზოგადოების. აქამდე ვერ პასუხობენ, აქამდე არ გინახავთ ერთიანი პოზიციები. მოდიან ჩემთან, მიდიან და მე ცალ-ცალკე ან სანამ მოვლენ ვიღაცა პირდაპირ წინსწრებით პოზიციას დააფიქსირებს, მე სხვებისთვის ძნელია რომ შეუერთდნენ გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი მდგომარეობა, რაც უნდა ვიცოდეთ და ვიცით, მაგრამ მე არ ვეშვები იმას, რომ ვცადოთ, რომ კოორდინირება მოვახდინოთ, რომ ეს ცალ-ცალკე კი არ იყოს და არ იყოს ეს ერთმანეთზე თავდასხმა. მეტიც, ზურაბიშვილმა გაამხილა, რომ ოპოზიციის აცაბაცა სიარულით რადიკალების ევროპელი მოკავშირეებიც დაბნეულები არიან. მათაც აქვთ იგივე მოლოდინი დაკვეთა, როგორ ვთქვა, არ ვიცი, უნდათ რომ დაინახონ, რომ არის მეტნაკლებად ორგანიზებული მაინც ეს ოპოზიცია. არ უნდათ რომ დაინახონ, რაც ხშირად მეუბნებიან, აბა ცალ-ცალკე რომ მოდიანო. გეუბნებიან? რატომო და რატომ არა ერთი პოზიციით, ერთი იმითი. აქ გაშლა არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ უნდა იყოს კოორდინირებული. მთავარი კოორდინატორის წოდება სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს 31 მარტს მიანიჭა. 1 აპრილს ჟურნალისტებს სასიხარულო ამბით შეხვდა. ერთი შეხვედრა უკვე შედგა და გადავწყვიტეთ მთავარ გამოწვევებზე შევჯერდეთო. კოორდინაცია დღეს შედგა, ეს კოორდინაცია რომელიც გუშინ იქნა გამოცხადებული თავისი წესებით, ის რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები იმ მთავარ გამოწვევებზე და მთავარ საკითხებზე, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში. ახლების ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს. დედამიწა რომ მრგვალია, ამას კონსულტაციები არ სჭირდებაო. დედამიწა რომ მრგვალია, ამასთან დაკავშირებით კოორდინაცია საჭირო არ არის. ანა წითლიძეს ნაციონალებიდან საერთოდაც არ აინტერესებს რა ხდება დახურულ კარს მიღმა. გირჩს პარტიიდან 3 წევრი გაექცა. ერთ-ერთმა ზურაბიშვილი გააკრიტიკა. ყველაფერი ეს ერთი და იმავე წრეზე სიარულს გავს და აჯობებს თავად შევქმნა პარტიაო. ნაციონალებს პასუხი არ აქვთ კითხვაზე, რა იქნება, როცა მათ პარტიას აკრძალავენ. ახლებს პასუხი არ აქვთ კითხვაზე, როგორია ზურაბიშვილის და იგივე ლელოს პოზიცია ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი როგორც ყოველთვის პოზიციას არ აფიქსირებს, მაგრამ ნიშნის მოგებით და კმაყოფილი სახით აცხადებს კოორდინაცია შედგაო. თუმცა გეგმა არც მოსმენილი აქვს ვინმეს და არც ნანახი. როგორ უნდა შეუქმნან ქართულ ოცნებას დისკომფორტი არ იციან, მაგრამ ზუსტად იციან რომ უნდა შეუქმნან. და აქ სალომე ზურაბიშვილი თითქოს დარწმუნებულია, რომ მისი მოკავშირე გარეძალები არიან და არა ოპოზიცია. ოპოზიციაც თავის მხრივ დარწმუნებულია, რომ მათი პარტნიორები უცხოელები არიან და არა ზურაბიშვილი. ხალხს არც ერთი ითვალისწინებს და არც მეორე. ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვთ. ზუსტად იციან, რომ საქართველოს მოსახლეობას ისინი არც სჭირდებათ და არც უნდათ. ხატია დეკანოიძემ აღიარა კიდეც. ჩვენ საგარეო ფრონტზე უფრო გამოგვდის კოორდინაცია ვიდრე აქო. სხვა შორის ოპოზიციას კოორდინაცია საგარეო ფრონტზე უფრო გამოსდის, ვიდრე თქვა საშინე. ხალხის მხარდაჭერა რომ არა აქვთ, ძალიან კარგად იციან, მაგრამ აქ მხოლოდ იმიტომ ხტუნავენ, რომ გარეთ შეამჩნიონ. ფსონი მათზე დადონ, სხვებისგან გამოყონ. რაიმე უპირატესობა მიანიჭონ, ლიდერად გამოაცხადონ, მერე ფული და ინსტრუქციები მიიღონ. სამშობლოში დაბრუნდნენ და სხვების დაკვეთა შეასრულონ. ქართული ოცნება ხალხმა აირჩია. ეს ფაქტია. მაგრამ ევროკავშირის Deep States ეს არ აწყობს. მათ დღის წესრიგს, ომს, ერთსქესიანთა ქორწინებას, ბავშვებში სქესის გადაკეთების ექსპერიმენტებს. ეს ხელისუფლება არ ატარებს. რომ გაეტარებინათ, ეს ოპოზიცია არც არავის დასჭირდებოდა, მაგრამ ახლა სჭირდებათ. ამიტომაც ფულსაც აძლევენ და ინსტრუქტაჟსაც უტარებენ. უნდა ჩამოვიდნენ და დავალება შეასრულონ. შემთხვევითი არ არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ პარალელი 1921 წლის ოკუპაციასთან გაავლო. ჩავიხედოთ არქივში. რას წერდა 1921 წელს? სერგო ორჯონიკიძე და იმავეს ნახავთ. რასაც ზურაბ ჯაფარიძე წერს დღეს. ესენიც უცხო ქვეყნის მარიონეტები არიან. მაშინ ქსელები, სოციალურ ქსელი არ იყო, მაგრამ კედლის გაზეთები და პროკლამაციები ზუსტად ასე ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ხელისუფლება არის საფრთხე და მას უნდა იყოს საერთო რაღაც კომუნისტური, სოციალისტური ინტერნაციონალის ნაწილი.
ზუსტად ამას გვეუბნებიან დღეს, რომ საქართველოს არ უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს ლიბერალური ინტერნაციონალის ნაწილი. აბსოლუტურად ერთ-ერთი სერგო ორჯონიკიძის შთამომავლები არიან თავისი არსით. ასეც არის. ახლა გმირობა და პოლიტიკოსობა, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება და ხალხის პატრონობა კი არ არის, არამედ ქვეყნის დასანქცირება, ვიზა ლიბერალიზაციის გაჩერება, ევროპული მომავლის წართმევა. ზურაბიშვილმა ცხომ თქვა, ევროპაში ყველა ცალ-ცალკე დარბისო, მაგრამ იქ რომ საპატიოდ მიიღონ, უფრო ძვირად შეაფასონ და უფრო ხმაურიანი ტაში დაუკრან, აქ ყველას თავზე უნდა გაიარონ. ამიტომაც ატყდა ლიდერობისთვის ბრძოლა ახლა და თანაც 31 მარტს.